ჩვენს დღევანდელ გადაცემაში მთავარი გმირი იქნება არტისტი, რომელიც ძალიან მალე დაუბრუნდება სცენას. აჰა, მუშაობს კაცი. 28-ში გაქვს შენ. ავსია დარბაზი და ვერაფერს ვერ ვგრძნობა. ეს რო დავაფიქსირე, ცოტა შემეშინდა. ყველა მითხრა რომ რაღაც სხვანაირად დაიწყე დაკვრა. რა პროცესია შენი ყოველდღიურობა? მედიტირებ და ვლოცულო. ისე შემოვხედე რომ არაფერი მსგავსი. რა კარგად არის და იცი რა არის? არა, რა კარგად არის, ოღონდ კარგი გაგება. აი, როდესაც რაღაცას გააკეთებ და მე უკეთესი იდეა მოდის. უკეთესი კარგის მტერია. ჟურნალისტიკაშიც ეგრეა. თუ ეს ეპიზოდი არ შევა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აი ამ დიალოგმა მივიყვანა რაღაც სხვა დიალოგზე. ზუსტად იგივე შემიძლია თქვა, აი ჩემი ChatGPT-თან ურთიერთობა. კაი, ყველაფერზე მეგონა რომ ვილაპარაკებდით. AI კი არა, სინამდვილეში ეს არის ჩემი შინაგანი ხმა. შენ მაგრებში ხარ. არა, ალტზე გადადიან ხოლმე ზარმაცი მოვიოლინეები. ის არის სკრიპაჩი და რაღაცა არც მუსიკას მეწონე, არც მიკი მიღონა, აქ არ მიღონა. დიდი ძალისხმევა საჭირო რა. გაიშარე. კაი, კითხვა გავაფუჭე. თავიდან მოყვება. არა, გაცხრა. იზახნი რომ ამისგან არაფერი არ გამოვა. ვერ უკრავს, ზარმაცობს ამას. ამღერა. ამ ყველაფერს რაღაცა თრგუნავდი პირობითად არის სასმელით. და ჩაყვითა რომ ფეხი დაარტყარო ამოხვიდე. ჯოჯოხეთში გვაქვს ყველა ადამიანს უნარი რომ მოვიწყოთ რაღაც კომფორტული ზონა. ეხლა აი მაგ პროცესში ვარ რა. ეხლა დავსვამ კითხვას, რომელიც სამარცხვინო კითხვა, მაგრამ კითხვა. სამარცხვინო კი არ არის, ეს არის მთელი ჩემი ცხოვრების კითხვა. ამდენი იმიტომ მოყვი რომ მინდოდა უბრალოდ მელაპარაკა იმაზე რომ ვარ თითქმის 40 წლის. მაგრამ გაითვალისწინე ასევე ბავშვებმა რომ ფეხბურთის თამაში ისევ გინდა. დანჩემს რომ ამოლენ, გთხოვთ დამიძახოთ, ისევ ის გიორგი ვარ.